გამარჯობა. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე 2023 წლის 29 აპრილს გასამართ არჩევნებთან მიმართებაში სამეფო არხის შპს ხარისხის არხის სახელით გაგაცნობთ შემდეგ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ 2023 წლის 29 აპრილს გასამართ სენაკის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერის და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ტელეკომპანიის ეთერში მაუწყებელი საარჩევნო ვალდებულებებიდან გამომდინარე ტარდება საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები, სათაურით ერთობიდან ერთსულოვნებამდე დებატები. თქვენ როგორც კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს, თქვენი მხრიდან წარდგენილ კანდიდატებს ან მათ წარმომადგენლებს გიწევთ ჩვენ სტუდიაში აღნიშნულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად არჩევნებამდე დარჩენილი დროის ნებისმიერ თქვენთვის ხელსაყრელ მონაკვეთში. უშედეგო სატელეფონო კომუნიკაციის გამო მიუმართავ დებატებში მოწვევის აღნიშნულ ფორმას, გთხოვთ ელექტრონული სახით ოფიციალურად გვაცნობოთ თქვენი პასუხი და უარი შემთხვევაში დაგვისახელოთ მიზეზი. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული მომართვის მოწვევის უპასუხო დატოვება ჩაითვლება თქვენი მხრიდან უარად და ეს დოკუმენტი წარადგინება მარეგულირებელ კომისიას იურიდიული დოკუმენტის სახით. პატივისცემით შპს ხარისხის არხის ბრენდული დასახელებით სამეფო არხის გენერალური დირექტორი თამთა წუწუნავას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი გაგაცანით ამ წუთას. ეთერშია გადაცემა ერთობიდან ერთსულოვნებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, ავტორი და წამყვანი რუბრიკისა ქართული ცივილიზაციის წვლილი კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც აღნიშნული რუბრიკა მიუძღვენით ქართული ცივილიზაციის დიდ აღმოჩენებს, როგორიც არის ქართული ასომთავრული და ქართული ჰემატრია, იგივე გემატრია. დღეს ჩვენ განვაგრძობთ ამ ციკლს და წარმოგიდგენთ უდიდეს ქართველ მეცნიერს, გერმანიკული ენების და ენათმეცნიერების თეორიის უბადლო სპეციალისტს, პროფესორს ქალბატონ ანა მესხს. მისი სამყარო ისეთივე დიდია, როგორც ქართული ანბანი და ქართული ენა. ეს გადაცემა პირველი გადაცემაა და შეიძლება რომ ქალბატონ ანას ვთხოვოთ შესავალის სახით წარმოგვიდგინოს ზოგადი ინფორმაცია მისი დიდი შრომების შესახებ. გამარჯობა ქალბატონო ანა. გამარჯობათ. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს. და დიდი მადლობა აი ამ შესაძლებლობისთვის, რომ შემეძლება ქართულ საზოგადოებას წარუდგინო ჩემი ნააზრევი ნამუშევარი დაახლოებით აი ამ უკანასკნელი 34-35 წლისა. ქალბატონო ანა, თქვენი წიგნები საოცარია. მე რასაც გავიცანი, ყოველი ახალი გვერდი, ყოველი ახალი წიგნი ჩემთვის არის გამოუგნებელი ინფორმაციის მატარებელი. ის შეეხება უძველეს ცივილიზაციებს, როგორიც იყო შუმერების ცივილიზაცია და ეგვიპტელების ცივილიზაცია, ასევე თანამედროვე ერებს და გვინდა რომ დავიწყოთ თქვენთან ამ თემებზე საუბარი. მე გადავწყვეტ, როდესაც ეს შეთავაზება მივიღე, მართალი გითხრათ, ბატონო დავით, მე გადავწყვეტე, რომ ისევ ქართულ ასომთავრულთან დაკავშირებით მიმეწოდებინა ქართველებისათვის ის ინფორმაცია, რომელსაც მე აი 30 წლის კვლევის შემდეგ ვხედავ და ეს არის გარკვეულად უფრო დიდი, მასშტაბური და სისტემური კუთხით დანახული ქართული ასომთავრული დამწერლობა და სწორედ აი ამ რამოდენიმე საკითხზე მსურს რომ ვესაუბრო დღეს ჩვენს მსმენელს. მე ამ საუბარს, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ლექციას დავარქვი სახელად ტრადიცია და პრობლემები, ვინაიდან ქართულ ასომთავრულთან დაკავშირებული ჩვენი ქართული ტრადიცია, ეროვნული ტრადიცია ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ფაქტობრივად გვაძლევს იმ უზარმაზარ დიაპაზონს, რა დიაპაზონშიც უნდა ქართველმა მკვლევარმა იაროს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში აღმოაჩინოს ის ფესვები, ის ძირები, სადამდეც ჩადის ქართული ასომთავრული ანბანის დამწერლობა
დამწერლობა, რა ფორმები გააჩნია მას, რა სახით ფიგურირებდა იგი ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე. აქედან გამომდინარე, მე მსურს აგრეთვე ორიოდე სიტყვით აღვნიშნო ის ფაქტი, თუ რატომ მაინც და მაინც დამწერლობით დავიწყე მე ჩემი ასე ვთქვათ ეს საუბრები ან საუბარი მოდი ასე ვიტყვი იმიტომ და თქვენს ამ ბოლო ხანებში სხვათა შორის ძალიან ხშირად სწორედ ქართულ ასომთავროთან დაკავშირებით საუბრობთ და გამოდის რომ რაღაცა ანდამატივით გვიზიდავს აი ეს სისტემა მას გააჩნია რაღაცა ისეთი ძალა რომელსაც ვერავინ ვერ აღუდგება წინ და მე ახლა მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ აი სწორედ ამ ძალის შესახებ რატომ აქვს ქართულ დამწერლობას შეძენილი აი ასეთი დიდი მნიშვნელობა. მინდა გითხრათ რომ 1958 წელს ქალაქ ჩიკაგოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია რომელზედაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს უდიდესმა არქეოლოგებმა. ეს 50 აი ომის შემდგომი პერიოდი უკვე ისეთი პერიოდია რომ არქეოლოგიური გათხრები განახლდა ეს დასავლეთის ინსტიტუტები პირდაპირ მიაწყდნენ ახლო აღმოსავლეთს და ეგვიპტეს და დაიწყო კიდევ უფრო მეტი ძალით აი ამ უზარმაზარი საგანძურის თუ შეიძლება ასე ითქვას მიწაში ჩამარხული საგანძურის ზევით წამოწევა მაგრამ ეს არის აგრეთვე ის პერიოდი როდესაც მკვლევრები და ასე ვთქვათ დაფიქრდნენ იმაზე თუ ბოლოს და ბოლოს აი ესენი იკვლევენ აი ამ ძველ კულტურებს ხო ყველგან განსხვავებულია ერთმანეთისაგან თვისებებია განსხვავებული პერიოდებია განსხვავებული გამოხატულება მისი განსხვავებულია დამწერლობაში იქნება ეს თუ მაგალითად სხვადასხვა სახის კომპოზიციებში მაგრამ რა იყო ის საერთო რომელიც განსაზღვრავდა კულტურის იმ დონეს როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ამ საზოგადოებას უკვე აქვს ცივილიზაციის საწყისები. იგი უკვე აი ამ წერტილიდან და მომავალში უკვე შეიძლება განვითარდეს როგორც ცივილიზაცია. ძალიან ბევრი მკვლევარი გამოვიდა ამ კონფერენციაზე და რა თქმა უნდა სხვადასხვა თვისებები იყო ცივილიზაციისა გამოტანილი მომხსენებლების მიერ. აქ არის როგორც დამჯდარი ცხოვრება, აქ არის აგრეთვე იერარქიული საზოგადოების იერარქიული მოწყობა, აქ არის ხელოსნობის განვითარება და ასე შემდეგ ბევრია. ვის რომელი მიაჩნდა ასე ვთქვათ წამყვან თვისებად. მაგრამ ყველა ვინც კი გამოდიოდა, ყველა გამომსვლელი აუცილებლად ახსენებდა დამწერლობას. გამოვიდა საბოლოო ჯამში, რომ დამწერლობა იყო ის თვისება, რომელიც ყველა მკვლევრისთვის წარმოადგენდა აუცილებელ კომპონენტს იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული საფეხურისათვის ჩვენ უკვე გვეწოდებინა კულტურისათვის, არა უბრალოდ კულტურა, არამედ უკვე ცივილიზაცია. და ეს იყო დამწერლობა და სხვათა შორის იყო ასეთი მკვლევარი, ამერიკელი მკვლევარი, იგნას გელბი, რომელმაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთ ფრაზაში შეაჯამა აი მთელი ეს კონფერენცია და მან თქვა: ცივილიზაცია არის დამწერლობა და დამწერლობა არის ცივილიზაცია. აი ამიტომ არის, რომ გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, ძალაუნებურად დამწერლობა არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ რომელ დამწერლობაზე ვსაუბრობთ, ეს პიქტოგრაფიული იქნება, ეგვიპტური იქნება, ეს ხაზოვანი ადაბე დამწერლობა. ნუ არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც არ უნდა ავიღოთ, ადამიანს ყოველთვის ჰქონდა რაღაცნაირი მიზიდულობა დამწერლობისაკენ, იმიტომ რომ დამწერლობის მეშვეობით ისინი იგებდნენ იმ ინფორმაციასაც ჩვენი წინაპრები ძველი ცივილიზაციის წარმომადგენლები ფლობდნენ და ეს რა თქმა უნდა იგივე ჩვენი ფესვების გამოკვლევა. აი სწორედ ამიტომ არის ძალიან საინტერესო ქართული დამწერლობა ზოგადად მე ამ შემთხვევაში სამივე სისტემას გულისხმობ და არა მხოლოდ ამ სამ სისტემას, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ აგრეთვე სხვა წარწერებსაც
იგივე გრაკლიანი რომ ავიღოთ ან პროტოქართული დამწერლობა და ასე შემდეგ, ყველაფერი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს არის გარკვეული გზავნილი 1000 წლების წინა პერიოდიდან, რომლითაც იმ ადამიანებს უნდათ ეთქვათ რაღაცა ისეთი მომავალი თაობებისათვის, რომლითაც ისინი სულდგმულობდნენ, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ, რომლითაც ისინი თავის კულტურას ავითარებდნენ. და როგორ ვიკვლევთ ახლა ჩვენ აი ამ დამწერლობას? მე პირადად ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ, მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა ჩვენს კვლევებს, იმიტომ რომ ყველას თავისებური მიდგომა აქვს, ყველა მკვლევარს თავისი პრიორიტეტები აქვს, რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. ჩემთვის ყველაზე მთავარი აღმოჩნდა, რომ მთავარია დავინახო აი ეს დიდი სისტემა, რაც ზოგადად არის დამწერლობა. აი რა შეუძლია მას, რასთან არის ის დაკავშირებული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, როგორც ცოცხალ ცივილიზაციებთან, ასევე მკვდარ ცივილიზაციებთან, იმიტომ რომ თუ დამწერლობა ერთია და ჩვენ ვიცით, ხო, ჯუნანის სიტყვები, რომ დამწერლობა შეიქმნა ერთად, მართალია ის ალბანურზე საუბრობს, მაგრამ ეს ზოგადად შეიძლება ითქვას დამწერლობაზეც. თუ დამწერლობა შეიქმნა ერთი, ის რაღაცნაირად აუცილებლად იქნება დაკავშირებული სხვა დამწერლობებთან და ჩვენ სხვათა შორის დღეს ცოტა ასე ვთქვათ, მოკლედ ძალიან შევეხებით ამას. ცალკეული მაგალითები რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, მაგრამ აი ეს ზოგადი კონტაქტები უკვე ასე ვთქვათ, იცით, გზამკვლევები, თუ საით უნდა წავიდეთ, რომ ჩვენ ქართული დამწერლობა შევისწავლოთ და მისი რეალური სახე დავინახოთ, აი ეს უკვე უნდა დავიწყოთ სწორედ იმ ჩვენი ტრადიციიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ტრადიციიდან, რაც გვაქვს, რაც ხელნაწერებს შემოუნახია ჩვენთვის და ასე შემდეგ. როგორ ვიკვლევ მე პირადად, მაგალითად. ხო, აი დავუშვათ ტექსტ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ტექსტები, მაგრამ ტექსტების პარალელურად და ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ქართულ ხელნაწერებს, ქართულ ისტორიოგრაფიას, რა თქმა უნდა. მაგრამ ამავე დროს საინტერესო არის ქართულ დამწერლობასთან სომხური დამწერლობაც, იმიტომ რომ სომხურ ისტორიოგრაფიაშიც არის შემონახული გარკვეული ინფორმაცია ქართული დამწერლობის, ამ შემთხვევაში ასომთავროს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ქართული დამწერლობის შესახებ. აი ეს ძალიან საინტერესო ფაქტებია. ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კარგ შეფასებას იძლევა თეიმურაზ ბაგრატიონი, როდესაც ის ამბობს, რომ ჩვენ უმკვეხარობაო არ ვიცითო იმ ესე იგი მიღწევებითო, რაც ჩვენ გაგვაჩნიაო და ამ შემთხვევაში იგი რა თქმა უნდა მეტნაკლებად კორიუნის მაშროფ მასტოძე აქვს მას აქცენტი გაკეთებული, იმიტომ რომ სწორედ იქ იყო მოგეხსენებათ ინტერპოლაციის სახით ჩასმული გარკვეული მონაკვეთი იმის შესახებ, რომ მესროპ მასტოცმა შეუქმნა დამწერლობა ქართველებს. თეიმურაზ ბაგრატიონი მე-19 საუკუნის მოღვაწეა საუბარი. კი. ხო. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, ის რაც ტექსტებით გვაქვს, აუცილებლად თუ ერთი და იმავე კულტურაზე ვსაუბრობთ, ხო? რა თქმა უნდა, ის უნდა დაკავშირებული იყოს სხვა სფეროებთანაც. ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა მე ვგულისხმობ სხვადასხვა სახის კომპოზიციებს, აი მაგალითად დავათის სტელაზე რომ კომპოზიციაა, ხო? ან თუნდაც ბრდაძორის სტელაზე რომ არის კომპოზიცია. სხვადასხვა კომპოზიციებს, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდონ სწორედ ჩვენი დამწერლობის შესახებ. ის ზედმეტი ემაზე საუბარი რო აქვს, წარწერებიც აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი, ფრესკებიც უნდა იყოს შესწავლილი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ფრესკებს უყურებთ, ხო? ან რაიმე კომპოზიციას უყურებთ, საოცარია, მაგრამ ქართული ასომთავრული ამბანის ასო ნიშნები ზოგჯერ ისე მკაფიოდ იკვეთება, ისე მკაფიოდ, რომ ადამიანს აცვია სამოსელი და ზედ ქართული ქანიახატია, ამის არ დანახვა როგორ შეიძლება და არა მარტო სხვათა შორის საქართველოში, არამედ აგრეთვე სხვა ფრესკებზე მაქვს სხვა ფრესკებზეც მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, აი ბერძნულ
დოქებზე გამოხატული სხვადასხვა კომპოზიციები ეგ ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ეს ქანები მაგალითად ქალის სამოსელზე ეს ქანები არის რაღაცნაირად გამოხატული. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნებისმიერი რამ ჩვენი ცხოვრების მოდი ასე ვიტყვი, ნებისმიერი იპოსტასი, ნებისმიერი პლასტი რა თქმა უნდა დაკავშირებულია ინფორმაციასთან, ინფორმაციის შენახვასთან და ინფორმაციის გადაცემასთან და ეს ყველაფერი კომპოზიცია იქნება ეს თუ დაწერილი ტექსტი იქნება, ფიგურა იქნება ეს თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ წერილს, მოდით ასე ვიტყვი, ან ნაწერს, იმ ინფორმაციას, გზავნილს, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ. ეხლა რა წყაროები გაგვაჩნია და რომელ წყაროებზე მინდა მე რომ დღეს შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. ეს არის ფაქტობრივად 4 წყარო. რა თქმა უნდა ლეონტი მროველი. იმიტომ რომ ჩვენ მის გარეშე ვერსად ვერ წავალთ. ეს არის პირველი, მეორე გახლავთ მატიანის შემეცნებათა, რომელიც ბატონ გურამ შარაძეს აქვს თავის თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებაში. მესამე ეს არის ასევე თეიმურაზ ბაგრატიონის წერილი მარი ბროსესადმი. ეს 30-იან წლებში დაწერილი თვალწები 1934 წელია და მეოთხე არის ქართლის ცხოვრება ოღონდ ანასეულის რედაქციით. და მინდა ერთ რამეს გავსვა ხაზი. ნებისმიერი აი ეს მონაკვეთი, ხო, რომელიც ქართულ ასომთავრულ ამბას ან ზოგადად ქართულ დამწერლობას უკავშირდება, ყველა რაღაცა ახალ ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი დამწერლობის შესახებ. ცალ-ცალკე თითოეულის განხილვა, ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ მატიანის შემეცნებათა რაღაცა დამატებით ინფორმაციას მაწევს, მე ხო ეს მთელ სურათში უნდა ჩავსვა, ხო? ის ხო მთელი სისტემა უნდა, ამან მე უნდა მთელი სისტემა შემიქმნას. იგივე ანასეულის ნუსხა სულაც არ სულ სხვა რამეზე საუბრობს და უცებ იმისთანა ინფორმაციას გაწვის, რომ ღმერთო ჩემო, ეს ხო პირდაპირ ქართულ დამწერლობასთან არის. აი ესენი სულ ყველაფერი უნდა შევკრიბოთ და ერთი ცალკეული სისტემა უნდა წარმოვადგინოთ. აი ეს 4 დოკუმენტი. კი ბატონო ანა, ამ 4 დოკუმენტიდან თუ არის რომელიმე გამოკვეთილი იმდაგვარად რომ ის იყოს ძირითადი, თუ ამის თქმა არ შეიძლება 4-ვე ძირითადი დოკუმენტია, ეს 4-ვე წყარო აუცილებელი წყაროა ამ ინფორმაციისთვის? ხო, კი ბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა დაიწყო ლეონტი მროველით. გასაგებია, ლეონტი მროველით კი იწყება, მაგრამ როდესაც უკვე შენ გააქვს, ასე ვთქვათ, საფუძველი საიდან უნდა დაიწყო, მერე შენ უკვე შეგიძლია განსაზღვრო, რა სიტყვა უნდა იხმარო, რა უნდა ჩაამატო, რა უნდა გადმოსცე თანაც იცით როგორ, პირდაპირ კი არ უნდა გითხრას, აუცილებლად მინიშნებით უნდა გითხრას და ამაზეც იქნება ცოტა მოგვიანებით საუბარი, მიგახვედროს, თუ რა უნდა გააკეთო და მიგახვედროს, რომ აი ეს ინფორმაცია რაღაცას ამატებს იქ, არც ერთ აი ჩემს მიერ დასახელებულ ასე ვთქვათ, მკვლევარს კი არა, ნუ პიროვნებას არ აქვს უბრალოდ ნათქვამი სიტყვები. ეს ყოველი სიტყვა ისეთი აზომილია, ისეთი აწონილია, მან შესანიშნავად იცის, რასთან აქვს საქმე და შესანიშნავად იცის, მან რა უნდა დაამატოს, რა უნდა თქვას. არ ვიცი ეს ასე ვთქვა, დაყოფილი ქონდათ ვის რა უნდა ეთქვა, ეს ცოტა ისეთი თეორიაა, ხო, მაგრამ ხო და ვერ მოილაპარაკებდნენ. რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ისე ოსტატურად და ისე კარგად აკეთებენ, რომ პირდაპირ შეუძლებელია არ დაინახო, რომ მაშინ უნდა გაიმეორონ, ხო, ერთი და იგივე. არ იმეორებენ. ერთ რაღაცა ფრაზას კი გეტყვის დაუშვათ იგივეს, მაგრამ მერე უკვე იმდეს გაძლევს სხვას, განსხვავებულს, რომ ის უკვე ამდიდრებს იმ წინანდელ ინფორმაციას. აი ახლა მე მინდა აქედან არ ვიცი რამდენად უპასუხეთ თქვენ შეკითხვას, იმიტომ რომ საბაზისო, ასე ვთქვათ, პირველი რა თქმა უნდა ლეონტი მროველია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. დანარჩენები და ამ შემთხვევაში მე უფრო იმას ვიტყოდი, რა ქვია, ქართლის ცხოვრების ანასეულ ნუსხას და ვახსენებდი, რომელიც კოლოსალური მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას იძლევა ქართული დამწერლობის შესახებ ერთი ფაზით. კი. მაშინ საინტერესოა, რომ სურვილი ჩდება, რომ უკვე მოვისმინოთ 4 წყაროდან თითოეულის შესახებ.
დიდი მადლობა. ახლა გავაგრძელოთ მაშინ. და რა თქმა უნდა, ციტატას წავიკითხავ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ შევახსენოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს მსმენელებს თუ რაზეა საუბარი. ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა, ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა წიგნობრობა ქართული. მე აქ ახლა გამოვყავი სამი ძირითადი კომპონენტი, სამი ძირითადი მომენტი, თუ რას გვეუბნება იგი ქართული დამწერლობის შესახებ. რა თქმა უნდა, ამაზე სხვათა შორის ძალიან ბევრი აქვს სხვა მკვლევრებსაც ნათქვამი, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ჩემი ხედვაც გაგიზიაროთ, რომელიც რა თქმა უნდა რაღაც გარკვეულ მომენტებში ემთხვევა კიდევაც აღიარებულ შეხედულებას. განავრცო ენა ქართული. რას გულისხმობდა ავტორი? რას ნიშნავს განავრცო? განავრცო ზოგადად, აი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხო? ნიშნავს გაფართოვდა და გაიზარდა, გადიდდა, მაგრამ ამავე დროს ეს განვრცობა, ხო, და გადიდება შეიძლება იყოს არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ სოციალური, ანუ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგო. ხო, სწორია, ესე იგი ჩვენ აქ ორი განსხვავებული რამ შეგვიძლია ვიგულისხმოთ და ტექსტი ისია დაწერილი, რომ ავტორი არ გიკონკრეტებს თუ რომელი კონკრეტული მნიშვნელობა უნდა იყოს აქ გაგებული, როგორც გეოგრაფიული გავრცობა, თუ როგორც სოციალური გავრცობა. და ამას აკეთებს ჩემის აზრით განზრახ, იმიტომ რომ მე გეუბნება, რომ არ იზრახებოდაო სხვა ენა თვინიერ ქართულისა. სხვათა შორის ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები ბატონ რამაზ პატარიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არისო სახელმწიფო ენის აღიარება. აბსოლუტურად სწორია. ეს არის სახელმწიფო ენის აღიარება და ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ გეოგრაფიული გამრცობა გვაქვს აქ, არამედ გვაქვს აგრეთვე სოციალური გამრცობაც. და აქ მე პატარა პარალელს მოვიყვან, თქვენ გახსოვთ ალბათ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც კომპაქტურად ეთნიკურად დასახლებულ ტერიტორიებზე, როდესაც ქართული ენა შედიოდა, რომ უნდა ესწავლათ. აი ეს იყო ის სოციალური გამრცობა, რაც აუცილებელი არის სახელმწიფო ენის აღიარების შემდეგ. ის სხვა არ უნდა იზრახებოდეს, მაგრამ როდესაც ვამბობთ იზრახებოდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ხალხს ჰქონდა აკრძალული იმ ენაზე საუბარი. არა, ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის სახელმწიფოს განვითარებაზე, ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის აი იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომელზეც ხდება სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება, ეკონომიკის წარმოება, კი საქმის წარმოება ზოგადად. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ჩვენ ლეონტი მროველი იმას გვეუბნება, რომ დიახ, ოფიციალურად და მინდა მოგახსენოთ, რომ ოფიციალურად სახელმწიფო ენის აღიარება არც თუ ისე იოლი საქმეა და გვეუბნება, დიახ, მესამე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით, ანუ 2300 წლის წინ ჩვენ ქართული ენა ვაღიარეთ სახელმწიფო ენად. მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც უკვე წეღან თქვით, ხო, როდესაც სახელმწიფო ენად არის აღიარებული ენა, მთელი საქმის წარმოება ამ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში არსებობდა დამწერლობა. ეხლა მე კითხვა მაქვს ასეთი, როგორ ამან შექმნა წიგნობრობა ქართული, ხო გვიწერია ჩვენ? არა, ლეონტი მროველი გვეუბნება ამას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ანბანს ვერ შექმნი, ვერც ერთ წელიწადში, ვერც ორში, მოდით პატარა პარალელს გავაკეთებ. სანამ ფინიკიური ანბანი შეიქმნებოდა, მანამდე წინ 800 წელიწადი უძღოდა. როდესაც დავით დირინჯერი ამბობს, რომ პირველი ნიშნებიო
ამბანური დამწერლობის და აქ შეგახსენებთ, რომ ამბანურ დამწერლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, როგორც წესი გეომეტრიული ნიშნების შემოღება იგულისხმება ხმარებაში, იგი ამბობს, რომ აი მე-18 საუკუნიდან ძველი წელთა აღრიცხვის მე-18 საუკუნიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ძველ ქანანურ დამწერლობასთან მივდივართ სადღაც მე-11 საუკუნეში ძველი წელთა აღრიცხვით, ხო? და შემდეგ უკვე მოდის ფინიკიური და შემდეგ უკვე ებრაული დამწერლობა კიდევ უფრო მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, ახლა იმან რა ქვია, ფარნავაზი დაჯდა უცებდა შექმნა ამბანი, ცოტა არ იყოს და როგორ გითხრათ, არადამაჯერებლად, მოდი ასე ვიტყვი, არადამაჯერებლად ჟღერს. ეს კი უკვე გიბიძგებს იმისკენ, რომ თუ ასე ვთქვათ, თვითონ არ დაჯდა და უშუალოდ არ შექმნა ანბანი, მას რა გააკეთა? რა ქნა? როგორ გამოუცხადა ხელს, იმიტომ რომ იქ წერია, რომ ესე იგი მხედრობისათვის მხედრობას განუყუთნა მან, ხო, დამწერლობა აქედან ანუ ერს. ესე იგი, მას როდისღა გააკეთა ამ კაცმა, ქვეყანას აშენება სჭირდებოდა, პირველი მეფე იყო, ქვეყანას გაერთიანება უნდოდა, უზარმაზარი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მშენებლობის საქმეები ქონდა გასაკეთებელი და ამ დროს ამბას აკეთებს უდიდესი სირთულის საქმეა. აქ შეიძლება ცოტა გადაუხვიო და ვთქვა იმის შესახებ, უბრალოდ თუ რამდენად რთულია ანბანის შექმნა. აი წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ბგერას, ნებისმიერი ენის ბგერას, ხო, ეს ჩვენ ვეძახით გაბმული ბგერითი კონტინუუმი. ანუ შემიძლია ბ-ს uvიძახო, ა-ვიძახო, მაგრამ ამას შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ქონდეს. გჭირდება ადამიანს უმაღლესი აბსტრაქტული აზროვნება, რომ აი ამ კონტინუუმში გამოყოფილი იქნეს რაღაცა გარკვეული კომპონენტი, მომენტი, თავისი თვისებებით. ეს არ არის მარტივი. აი მაგალითად ბრო აიღო მარტო, ხო? და ეს ბრა არის წყვილბაგის მიერი, მჟღერი, მაგალითად და მსკდომი, ხო? აქედან გამომდინარე, აი ასე თვისება, რომ გამოყო შენ და ბგერებად ჩამოაყალიბო და შენ სცენაში რამდენია. მერე იმას გრაფიკული გამოხატულება მოუძებნო და შემდეგ ეს უკვე ააწყო. ეს ურთულესი საგანია. აქედან გამომდინარე, უკვე რაღაცა იცით ის შემოდის, ჩემთვის პირადად ასე იყო, რაღაც ეჭვი შემეპარა, რომ აქ რაღაც სხვასთან აგვაქვს საქმე. არ არის თლათ ისე, რომ ფარნავაზ მეფე დაჯდა და შექმნათ უშუალოდ დაწერა ანბანი. და შემდეგ მოდის რა ახლა? შექმნა წიგნობრობა. ამ წიგნობრობაზეც ალბათ გემახსოვრება ძალიან დიდი დავა იყო ბოლოს და ბოლოს რა იგულისხმებოდა წიგნობრობაში. აი აქ მინდა მე ამოწერილი მაქვს, ზეპირადაც ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მინდა ბატონი ილია აბულაძის ლექსიკონიდან პატარა ამონარიდი წაგიკითხოთ, რას ამბობს იგი. წიგნობარი, ეს ამ წიგნობრობა უკაცრავად, რა თქმა უნდა მომდინარეობს სიტყვიდან წიგნი, ეს მისი ძირია და ამბობს. ხელით წერილი. ნებისმიერი დოკუმენტი, რაც ხელით დაიწერება, ნაწერი, ტექსტი, ასო, მატიანე, სიგელი, წიგნობრობა, წერა-კითხვა, დოკუმენტი. ანუ ფაქტობრივად, რასაც ბატონი ილია აბულაძე ჩამოთვლის აქ, ეს არის ის საქმის წარმოება სახელმწიფოსთვის აუცილებელი, რაც ნამდვილად სჭირდება ნებისმიერ ქვეყანას, როდესაც და მხოლოდ ანბანი. და არა მხოლოდ ანბანი. ნახეთ, ანბანი მხოლოდ ერთგან ასოვო გეუბნება. ანუ კი რაღაც გააკეთა ამ ასოსთან დაკავშირებით, რა გააკეთა ჯერჯერობით ცოტა უცნობია, მაგაზე ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ლეონტი მბროველთან ვიგებთ, ჩემი ანალიზის მიხედვით, ეს არის ის, რომ მან შემოიღო ქართული ენა,
როგორც სახელმწიფო ენა, ოფიციალური ენა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს არ შეეძლოთ საკუთარ ენაზე საუბარი, აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ სახელმწიფო წარმოების, სახელმწიფო დოკუმენტაციის წარმოებაზე და რა თქმა უნდა, იქ არავითარ შემთხვევაში სხვა ენა აღარ უნდა ჩარეულიყო, ეს უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ქართული და აქ 78 წლის ამბავს გაგახსენებთ, ხო, სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით, ხო, და შექმნა მწიგნობრობაო ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დიახ, მან სახელმწიფო ენად შემოიღო სწორედ ქართული ენა და მასთან ერთად დამწერლობაც. მთელი თანმდევი აპარატით, რომელიც თანახლავს სახელმწიფო ენის სტატუსს. აუცილებლად სხვანაირად უბრალოდ სახელმწიფო ენის შემოღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ ფარნავაზმა ჩამოყალიბა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც 2300 წელიწადია უწყვეტად მოედინება. მანამდე რა იყო, ისიც საინტერესოა მართალია. კი, ისიც საინტერესოა, რა თქმა უნდა, თუმცა იქაც მინიშნებ ქართლის ცხოვრებაში საკმაოდ სერიოზული მინიშნებებია მაგასთან დაკავშირებითაც და არა მხოლოდ ქართლის ცხოვრებაში, არამედ როდესაც ჩვენ გავაანალიზებთ შუმერული მითები გინდათ, შუმერული კომპოზიციები, ღმერთების სახელები, უშუალოდ მათი, თუნდაც მათი განათლების სისტემა და ასე შემდეგ, თუნდაც ეგვიპტური აიღეთ, ეს ყველაფერი გეუბნება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულიდან მოდის. შენ მხოლოდ უნდა შეგეძლოს ბატონი რამაზის სიტყვას მოვიშველიებ, შენ უნდა შეგეძლოს წაიკითხო ის, ხო და ის თვითონ უკვე ინფორმაციას გადმოგცემს და გეუბნება. ვინ მე მახსოვს იცით, რომ ლეონტი მროველის აი ამ პასაჟს სამწუხაროდ ქართველი მკვლევრები ძალიან უარყოფითად ეკიდებოდნენ. მე ხლა არ მინდა ამაზე, რა თქმა უნდა, ისეთი მახვილი გავაკეთო, არ არის მაინც და მაინც ასურველი, მაგრამ მე აქცენტს გავაკეთებ იმაზე, თუ ვინ გაიზიარა ლეონტი მროველის აი ეს შეხედულება. ესენი იყვნენ სულხან-საბა ორბელიანი, რა თქმა უნდა, და ხშირად ბატონი რამაზი არაჩვეულებრივ ციტირებას აკეთებდა ხოლმე მისი სიტყვებისას, ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც აგრეთვე ეთანხმებოდა ფარნავაზის მიერ მწიგნობრობის შემოღებას, უпростоრად იგი წიგნს ხმარობს იმ შემთხვევაში და თეიმურაზ ბაგრატიონი. აქ ახლა მე მსურს, რომ უბრალოდ ბატონი სულხან-საბა ორბელიანის ფრაზა წავიკითხო, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამაზ პატარიძე ისეთი დიდი სიყვარულით ამბობდა. აი თითქოს სადღაც შიგნიდან ვულკანივით ამოხეთქავდა ხოლმე განსაკუთრებით ბოლო სიტყვას წარმართი რო იტყოდა ეს დაგაჟრიალებდა ხოლმე საოცარი პიროვნება იყო. ეხლა გავიხსენოთ მისი სიტყვები. ენა ქართული, შესრულებული და განვრცელებული და განრკვეული ფარნავაზ ქართველთა პირველისა მეფისა მიერ ბრძნისა და გონიერისა, რომელიც იყო ძეთაგან ქართლოსიენთა წარმართი. განვრცელებული ჩვენ უკვე ვთქვით რაც იყო და უშუალოდ თქვით რომ დაკავშირებულია სახელმწიფო ენის შემოღებასთან, ხო? შესრულებული რაღაცა. ესე იგი უკვე სულხან-საბა უკვე რაღაც ახალს მეუბნება. და მე უნდა მივხვდე რა არის ეს ახალი. სერგი გოგოდე ამბობდა, ისტორიკოსი იყო. მე-19 საუკუნეების პირველ ნახევარში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, იგი ამბობდა, რომ შესრულებულიო ნიშნავსო, რომ რამდენიმე ასონიშანი დაამატაო. ეს მისი ინტერპრეტაცია იყო. თუმცა შესრულებული შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ მან რაღაც საქმე დაასრულა. აუცილებელი არ არის, რომ ეს ყოფილიყო მაგალითად ასონიშნების მოხაზვა, ხო სწორია. შეიძლება და რაღაც სხვა манипуляცია, ცოტა უშნოდ გამომდის, მაგრამ სხვა манипуляცია გაეკეთებინა ანბანის ასონიშნებთან დაკავშირებით და მე ამბობს, რომ განრკვეულიო. ესე იგი, საბას კიდევ ერთი ტერმინი შემოაქვს, რომელთაც გეუბნება სრულიად სხვა რამეს და განრკვეულს ისე ბატონ ილია აბულაძეს დავესესხები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხოლმე ლექსიკონიდან ეს ციტირებები, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კარგად ჩანს ხოლმე აი ეს სიახლე, რა სიახლეც თითოეულ ავტორს შემოაქვს. ნახეთ, განრკვევა, გარჩევა, გაგება, გამოკვლევა, გამოძიება, განსაზღვრა, ნათელყოფა, განწმენდა. რა манипуляცია, რა პროცესი ჩაატარა ბატონმა მეფემ ფარნავაზ პირველმა აი ამ
ნიშნებთან დაკავშირებით. Რაღაცა გაარკვია, რაღაცა გაურკვევალი ასო ნიშნები იყო იქ, რაღაცა განსაზღვრა იქიდან, რა არის თუ როგორ არის, რაღაც გამოიძია, რაღაც გამოსაძიებელი იყო და შესავსები იყო, რაც უკვე შესრულებულს. ანუ აქ ჩვენ უკვე ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ფარნავაზმა რაც გააკეთა, ყველაფერი სწორია და ამით გვეუბნება გავრცელებული სახელმწიფოები და ყველაფერი უკვე იგულისხმება, მაგრამ თან არის შესრულებული და თან არის რაღაც გარკვეული, ანუ რაღაცა პრობლემატიკასთან იყო დაკავშირებული მის მიერ აი ამ 100 რო ეწერა იქ, ხო? ანბანის შექმნა. ეხლა წავიდეთ უფრო შორს. შესრულებული შეიძლება რომ გავიგოთ როგორც სრულ, ხო? ანუ ის აქცია სრულად თუ კიდევ რა შეიძლება რომ იგულისხმოს? აი, სრულად აქცია რას ნიშნავს? დაამატა ასოები, როგორც გორგოზია. ასოების დამატებას არ გულისხმობ, აქ გულისხმობ კიდევ სხვა რამ შეიძლება ყოფილიყო, ანუ მის სრულყოფას, სრულად ქმნას. ხო, აი მაგასთან დაკავშირებით უკვე ჩვენ გვაქვს მოდით ამას. ასე ჩვენებარება რომ ქართულ ანბანს რაიმე შეიძლება დაუმატუან გამოვაკლო. მე მას არ გულისხმობ და ეს მე გამორიცხულად მიმაჩნია. ქართული ანბანი ამ შემთხვევაში ის უცვლელია თავისი შინაარსით. ეს რამაზ პატარაძის შრომებიდან ჩანს და თქვენი შრომებიდან ქალბატონო ანა. ამ შემთხვევაში თვითონ სიტყვა შესრულებულის აზრს ვეძებ ჩემთვის. ხო, რა თქმა უნდა და მეც ვეძებდი ჩემთვის ამ აზრს, რა თქმა უნდა და აი ეხლა უკვე რას ამბობს თეიმურაზ ბაგრატიონი მატიანე შემეცნებათაში, რომელიც თავისი ბიძის კუთვნილი წიგნიდან ამოიწერა. ამას მე წავიკითხავ უკვე ვეღარ მოვასწრებთ აქ დაწერას და ხაზგასმით ვიტყვი იმ სიტყვებზე, სადაც უკვე გვეძლება ჩვენ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განარკვია ბატონმა მეფემ. არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილით. ესე იგი ქურუმთამათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევის ბერთა უხმობენ. იგინი იყვნენ ყერბთა მღვდელნი და მემსხვერპლენი, ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილი მათი, არს წერილი ესე ხუცური ჩვენი. ფარნავაზმან წერილთა მათგან, ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა, განჰყო მხედრობისათვის თვისისა მხოლოდ ხელით წერილი განყოფილი ასონი და არა სხვითი რაითამე. მაგრამ წერილნი ხუცესნი პირველსას ჟამსა ქმნილ არს წერილისაგან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან ასოთა მათთა ჩვენი ხუცურნი. ნუ გვეუბნება ეს კაცი, რომ თქვენ ქართული დამწერლობა არ უნდა ეძებოთ მხოლოდ საქართველოში. გამწიოთ და კომპიუტერი კი ბატონო. არ უნდა ვეძებოთ მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ჯერ დაუბრუნდეთ განრკვეული, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ გვეძლება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განარკვია ფარნავაზ მეფემ. ნახეთ, გეუბნებათ ხელით წერილნი. რას ნიშნავს ეს? როდესაც გეუბნებიან ხელით წერილნი, ანტონიმური კომპონენტი ეგრევე შემოდის. ანუ იყო რაღაც ისეთი ნიშნებიც, რომლებიც იყო არა ხელით წერილნი. და თუ ასეთნი იყვნენ, რა ნიშნები იყო ეს? ამის ძიებაში დღესაც ვარ. მოდით ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ყოფილა რაღაცა ისეთი ნიშნები, რომლებიც წარმოადგენდნენ გარკვეული ნიშანთა ბაზის შემადგენელ ელემენტებს. და რაც გააკეთა ფარნავაზმა, აი ამ რაღაცა ბაზიდან, ჩვენ ხო უკვე ვიცით ხო, ეს ბაზები და ისინი რა არის ჩვენი კომპიუტერის წყალობით, ხო? აი ამ საბაზო რაღაცა ნიშნების რაოდენობიდან ცალკე გამოყო ისინი, რომელიც ხელით იწერებოდა, რომელიც ხელით არ იწერებოდა, იმას ხელი არ ახლო. ის ისევ იქ დატოვა და შეინახა. ხო, მაგრამ ესენი გამოყო მხედართათვის, ანუ ერისათვის. გასაგებია, მაგრამ აქაც კატასტროფული ისა გვაქვს. როგორ გითხრათ, აი ხევია პირდაპირ უზარმაზარი. თუ მხედართათვის გამოყო
ანბანი ფაქტიურად მინიშნება გვაქვს ჩვენ რომ ეს ანბანი უნდა ყოფილიყო მხედრული და თუ მხედრული იყო ეხლა უბრალოდ ლოგიკას მივყვები ხო და თუ მხედრული იყო ის ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში იყო და მხედრული შემოდის ახალი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში მე-9 საუკუნის პირველი ნიმუშებია 1200 წელი სად იყო ანუ ისეთი პარადოქსული ინფორმაცია მოდის რომ აუცილებლად უნდა შეისწავლო ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გაცილებით უფრო განსწავლულია ვიდრე ჩვენი რომელიმე მეცნიერი ბოდის მოვითხოვს უყველასთან მაგრამ ნამდვილად ასე იყო ის ისეთი ინფორმაციას გეუბნება რომ შენ ამას უნდა ყურადღება მიაქციო იმასაც გეუბნება რომ ქურუმებმა დაწერესო ეს ჩვეულებრივი ხალხის ნაწერი არ არის თუ ეს ჩვეულებრივი ხალხის ნაწერი არ არის სავსებით დასაშვები უნდა იყოს ხო სწორია ისეთი რაღაც ანბანური ნიშნების არსებობაც რომლებიც არ იყო ხელით ნაწერი და შემდეგ სხვათა შორის აქ უკვე ტექსტის აგების კომპონენტებია ფაქტობრივად მეუბნება კიდევაც რა იყო ეს ნახეთ რას ამბობს მხედრობისათვის ისა მხოლოდ ხელით ნაწერნი განყოფილნი ასონინი და არასხვით არაითამი და უცებ მაგრამ წერილნი ხუცესნი ანუ ფაქტობრივად აქვე გეუბნება რომ აი ის რომელიც ხელით არ იყო ნაწერიო ესო ხუცურნი უნდა იყოსო და ანუ ნიშანი გაქვს რომ ის უნდა შეისწავლო იმ თვალსაზრისით რომ ეს ხუცური ნიშნები არ იყო ხელით წერილნი და როდესაც ბატონი რამაზ პატარიძე ლაპარაკობს რომ ეს მთვარის ნიშანია იქ მზიარიქის დონის ნიშანია იქ ხარის ნიშანი იქ უამრავი ნიშნები გვაქვს ეს რომელი ნიშნებია ხელით წერილნი არ არის მე თუ ღმერთებზე ვლაპარაკობ ეს იმას ნიშნავს რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებული იპოსტასში არიან უკვე და აბსოლუტურად განსხვავებულ საფეხურზე არიან დაწერილნი მოდი ჯერჯერობით ასე ვიტყვი მაგრამ ამის შემდეგ მოდის კიდევ უფრო უარესი ინფორმაცია და გეუბნება ეს ჩვენი ხუცურნიო ებრაულისა და ქალდეურის მსგავსნი არიანო როდესაც გვეუბნებიან ებრაულისა და ქალდეურის ამით ჩვენ რას გვეუბნება ფაქტობრივად ავტორი გვეუბნება იმას რომ ქართულ ამ შემთხვევაში ხუცურ და მრგლოვან ხუცურს გულისხმობ რა თქმა უნდა დამწერლობას კავშირი აქვს ებრაულთან და ქალდეურთან მაგრამ თუ ებრაულთან და ქალდეურთან აქვს კავშირი ეს აგრეთვე იმას ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს კავშირი ფინიკიურთან რაც ბატონმა რამაზ პატარიძემ გააკეთა და ჩვენ გვაქვს აგრეთვე კავშირი შუმერულთან რასაც მე აგერ უკვე 30 წელიწადია ასე ვთქვათ ვეჭიდავები ხო ახლა ვნახოთ როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს იმისათვის რომ ჩვენ აი ამ ებრაულში დავინახოთ ფინიკიური ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ დამწერლობის ისტორია თუ როგორი იყო ის როგორ განვითარდა ზოგადად დამწერლობის ისტორია ორი უდიდესი საფეხურისაგან შედგება პირველი საფეხური ეს არის პიქტოგრაფიული დამწერლობა აი ესე გავაერთიანოთ იგი თუმცა იქაც ქვესაფეხურებია პიქტოგრაფიული დამწერლობა და მეორე საფეხური არის უკვე ანბანური დამწერლობა პიქტოგრაფიულ დამწერლობაშიც ორი ქვესაფეხურია. პირველი არის უშუალოდ სურათი, როდესაც გაქვთ და მეორე არის უკვე ლურსმული დამწერლობა. იეროგლიფი. იეროგლიფი. იგივე ეგვიპტურში იეროგლიფი, კი ბატონო. ხო და მერე უკვე მოდის ლურსმული. ეს ორი საფეხური გაიარა. როდესაც ჩვენ მივდივართ უკვე ანბანურ დამწერლობაზე, აქ უკვე ჩვენ გვაქვს აუცილებლად ფინიკიური დამწერლობა, ანუ იგივე ჩრდილოსემიტური დამწერლობა, რომელიც იყო აგრეთვე აბჯადი. ხო და აბჯადი რას ნიშნავს? ხმოვნები არ იწერებოდა თანხმოვნები და მეორე საფეხური ანბანურ დამწერლობაში მოდის უკვე ბერძნულიდან, სადაც უკვე ჩვენ გვაქვს კონვენციონალური ურთიერთობა ფორმასა და შინაარს შორის და იქ თუ ალეფი მაგალითად ფინიკიურში იყო ხარი, აქ უკვე ალფა საერთოდ აღარ ნიშნავს ხარს, ხო სწორია? ანუ დამყარდა ასე ვთქვათ პირობითი ურთიერთობა ბგერასა და საგანს შორის, ხო. ეხლა თუ მე ეს ვიცი და თუ მე ვიცი აგრეთვე რომ ებრაული ფინიკიურიდან წამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე უფრო ღრმად უნდა წავიდე. ხო, თუ ჩემი ასონიშნები მსგავსია ხუცური ასონიშნები მსგავსია ებრაულისა, ებრაული შუალედური რგოლია.
მე მეუბნებიან რომ მე უფრო ღრმად უნდა წავიდე. აუცილებლად უნდა წავიდე ფინიკიურთან. და წავალ კიდევაც ფინიკიურთან, ხო? და ბატონმა რამაზმა ზუსტად ეს გააკეთა. მაგრამ ამავე დროს წერალი მეუბნება რომ ქალდეურთანაც არიანო კავშირში და ქალდეული და ებრაული არის სწორედ აი იმ ორი სადამწერლობო ეპოქების ამ სახველი ძირითადი მომენტები, ხო? ქალდეული ეს იგივე შუმერულია. იგივე შუმერული დამწერლობაა და თუ მე მეუბნება აქ რომ ქალდეურიო, ამით ისევ მიმანიშნებს რომ სამხრეთ მესოპოტამიის დამწერლობას უნდა მივხედო და აიქ უნდა ვნახომე სწორედ კავშირი ქართულ ხუცურ დამწერლობასთან და ქალდეურთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც აი ამ პაწაწინა პარაგრაფშია მოიცავს რომ არ მოგატყუოთ რამდენი 1000 წელი. ესე იგი შუმერული პირველი ნიშნები 3300 წელი არის ძველი წელთაღრიცხვით, ხო? და სემიტური ფინიკიური ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნე და ეხლაც მიმდინარეობს ეს ამბანური დამწერლობა, ხო? ესე იგი ფაქტიურად მთელი სადამწერლობო სისტემის პერიოდს მოიცავს ქართული დამწერლობა და იმისათვის რომ ჩვენ მისი რაობა გავიგოთ, აი ეს ძველი ეპოქა განსაკუთრებით ხო ორივე საფეხური უნდა მაქსიმალურად იქნეს შესწავლილი. მხოლოდ ასე მივალთ იმ სწორ დასკვნამდე, რასაც წარმოადგენს ქართული ასომთავრული. ეს უკვე ის დიაპაზონია უზარმაზარი, ხო? რომელიც ქართველმა მკვლევრებმა უნდა აწიონ, მაგრამ ერთსაც დავამატებდი აქ, მე თუ ქალდეურში ჩავედი და მე თუ შუმერული დამწერლობა გავარკვიე და ვნახე თუ როგორ არის იგი ქართულ ასომთავრულთან დაკავშირებული, ხო? თავისთავად ფინიკიური თავისთავად შემოდის უკვე. იმიტომ რომ ეს 2000 წლის მერე ხდება დაახლოებით და ეს თავისთავად შემოდის უკვე ასე ვთქვათ ხუცურის კვლევის სფეროში. ეხლა ანასეული და ბოლო წყარო, ხო, სადაც საუბარი არის ზუსტად ქართულ დამწერლობაზე. აი, რას სხვათა შორის ეს აღწერილი არის ბაბილონის გოდოლი და ბაბილონის გოდოლის შემდეგ უკვე აღწერს ავტორი თუ როგორ დაიფანტნენ ერები თავისი ენების მიხედვით იმ გეოგრაფიულ ადგილებში, რომელიც მათ ეკუთვნოდა და ამბობს. და დაუტოვეს ყოველთა ქალაქი იგი და წარვიდეს ინდოურად მზრახველნი ინდოეთს. სინდნი სინდეთს, რომნი რომს, ბერძენი საბერძნეთს, აგმაგოგ მაგოგეც, სპარსნი სპარსეთს და უყურეთ ახლა რას ამბობს. ხოლო პირველი ენა ასურებრივი იყო. რა შუაშია ამ შემთხვევაში ასურებრივი ენის შემოტანა. ანუ აი ამ რამდენი სიტყვა არც დაუკვირვებულა 5 სიტყვის საშუალებით ფაქტობრივად ჩვენი წყარო გვეუბნება რომ ჩვენი დამწერლობა დაკავშირებული არის იმ პირველ დედა ენასთან, რომელ დედა ენაზეც საუბარი არის ბიბლიაში და მეტიც არც ერთგან არც ერთ წყაროში არ არის ნათქვამი თუ რა ერქვა აი ამ პირველ ენას. ერთადერთი წყარო რომელიც პირველი ენის სახელს გვიმხელს ჩვენ ეს არის სწორედ ქართლის ცხოვრება დედოფალ ანასეულის ნუსხა და თურმე ამ პირველი ენის სახელი ყოფილა ასურებრივი. ეხლა მინდა პატარა ასე ვთქვათ ექსკურსივით გავაკეთო ჩემს პირად გამოკვლევაში. 2011 წლამდე ეს ერთი ენის პრობლემა ხო მაწუხებდა და მაწუხებდა, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ჩანიშნული მასალები მაქვს, რა თქმა უნდა და ამ შემდეგ და გადავწყვიტე მე რომ ეს ასურებრივი გამომეკვლია. და გამოვიკვლიე კიდევაც, მე ჩემთვის მისი ეტიმოლოგია ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ინტრიგას დავტოვებ და არ ვიტყვი. და ეს მოხსენება გავიტანე 2011 წელს იტალიაში, რომში იყო კონფერენცია, ასირიოლოგთა კონფერენცია, ძალიან დიდი კონფერენცია მსოფლიო მნიშვნელობის, როგორც წესი იგი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადადის ხოლმე და იქ წარმოადგინა ეს მოხსენება.
მე არ ვიცი, იცით ეს იყო საოცრება. სხვათა შორის სანამ გამოვიდოდი, არ ვიცი ხა უბრალოდ გამახსენდა ეს ამბავი, თორე სანამ გამოვიდოდი მოხსენებით, ჩემო მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ბატონი ზურაბ ქაფიანიძე გარდაიცვალაო და ტიროდი და ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით და ძალიან დამაგდა, ძალიან გული მეტკინა. მოკლედ რომ მოვიმტირალე უკვე გარეთ და ესა და რომ მითხრეს უკვე უნდა შეხვიდე შენ ასე ვთქვათ და მოხსენება უნდა გააკეთო, შევედი და ეს თვალები ცრემლიანი დასიებული ვზდივა და რაღაცით ხო უნდა ამეხსნა რომ რაში იყო საქმე, რატო დამაგვიანდასავით ხო და აი მაშინ განვაცხადე რომ ესე მეთქი შემატყობინეს და ჩემს დღევანდელ მოხსენებას ვუძღდი მეთქი ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს თქვა და მე დავიწყე აი ამ ასურებრივის განმარტება და მასზე საუბარი და მიუხედავად იმისა რომ დასავლეთის მეცნიერები აი ქართველურთან დაკავშირებით ძალიან თავშეკავებულნი არიან მიუხედავად ამისა მოხსენება რომ დავამთავრეთ დამიკრეს ეს იყო ძალიან გამიკვირდა მაგრამ ნუ ეს ასეთი რაღაც მოხდა და სამწუხაროდ საქართველოში არ მინდა ახლა დავასახელო ის უმაღლესი სასწავლებელი და ის კონფერენცია სადაც მე იგივე თემა გავაგზავნე რომ მე იტალიელებს და უცხოელებს მოუყევი და რატო ქართველებს არა და არ მიიღეს ჩემი თეზისები და არ დამიშვეს კონფერენციაზე. ასეთი საინტერესო სენი გვჭირს ჩვენ. ეხლა ამ პატარა ექსკურსიის მერე თუ შეიძლება აი შევაჯამოთ თუნდაც წყაროების მიხედვით რა გავიგეთ ჩვენ. პირველი გავიგეთ ის რომ ფარნავაზამდე გაცილებით ადრე ჩვენ გვქონდა ჩვენი დამწერლობა. იმისათვის რომ ჩვენ ეს დამწერლობა შევიმეცნოთ, გავიგოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ფინიკიური დამწერლობა, ანუ პირველი ანბანური და პირველი დამწერლობა როგორც ასეთი, ანუ პიქტოგრაფიული შუმერული. სურათხატოვანი კი ბატონო, შუმერული. ეს აუცილებელია. ვიცით აგრეთვე ის, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ასო-ნიშნების ერთობლიობაა. ჩვენ გვაქვს რაღაც ხელით წერილიც და ჩვენ გვაქვს რაღაც არა ხელით წერილი ასო-ნიშნებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა კიდევ გამოკვლევა შრომა სჭირდება და რაც თავარია კიდევ დადასტურება იმისა, რა სიახლეც აი აქ გამოიკვეთება. აი ეს ალბათ ძალიან არ ვიცი მოკლედ შეიძლება ალბათ ძალიან გძლათაც მომივიდა ხო რაც მინდოდა პრინციპში მეთქვა აი ამ ტრადიციასთან და პრობლემებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩვენ ახლა არა მხოლოდ ტრადიციაზე ვისაუბრეთ არამედ აგრეთვე იმ პრობლემატიკაზე რა პრობლემებიც აი ამ პატარ-პატარა ციტატებიდან კი არა თითო წინადადებიდანაც კი იკვეთება ხოლმე ხანდახან აი ეს არის სულ დიდი მადლობა მინდა მაყურებელს ერთი ინფორმაცია მივაწოდო. როდესაც ვკითხულობ ქალბატონი ანას შრომებს, ყოველთვის ეს განცდა მეუფლება, რომ ამ უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელ წიგნებში არც ერთი სიტყვა კი არა, არც ერთი ასო-ნიშანი არ არის, არ ზედმეტი და არც ნაკლები. ასე რომ ისაც თქვენ ბრძანეთ ეს მოკლედ იყო თუ როგორ იყო? შეგვიძლია თქვა რომ ეს იყო გადმოცემული იდეალურად ქალბატონო ანა. დიდი მადლობა. შეუძლებელია რომ ამ მასშტაბის, ამ დიაპაზონის ინფორმაცია გადაეცეს ამ საქმეში ჯერჯერობით აი ახლად გათვითცნობიერებულ ქართულ მაყურებელს. მე მინდა თქვენ ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რომ დღეს ჩვენთან გაიხსნა ახალი დიდი სამყარო, ეს არის ანა მესხის სამყარო, რომლის შესავალიც მან დღეს გააკეთა, აი მომნუსხველი ნამდვილად მომაჯადოებელი შესავალი და თქვენ წარმოიდგინეთ შესავლის შემდეგ კიდევ რა იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგ შეხვედრებამდე.